ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ყველას მოგესალმებით. მე ვიმყოფები იტალიაში ძალიან ლამაზ ადგილას და ამ ქალაქს ქვია ლუკა. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი დამკვიდრება სწორედ ამ თეატრში, რომელიც არის ჯაკომო პუჩინის სახელობის თეატრი. რა თქმა უნდა, ვინ თუ არა ოპერის მომღერალი იქნება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ადამიანი, რომელიც ძალიან წარმატებულია არა მარტო იტალიის, არამედ ძალიან ბევრი ევროპისა და მსოფლიოს თეატრის საოპერო სცენაზე ჩვენი თანამემამულე ქართველი ბანი გიორგი ანდღულაძე და მე ახლა სწორედ მას შევხვდები ქალაქ ლუკას ჯაკომო პუჩინის სახელობის ოპერის თეატრში. სალამი გიორგი, კიდევ ერთხელ მოგესალმები. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო ეთერი გვექნება, მით უფრო რომ ასეთ ისტორიულ ადგილას მოგვიწია ჩაწერა ამ გადაცემის, რა თქმა უნდა, შენ დახმარებით და მოკლედ მადლობა ამისთვის. პირიქით, თქვენ მადლობა ჩამობზანებისთვის. გითხარი, ვინ არის გიორგი ანდღულაძე? გიორგი ანდღულაძე არის ხელოვანი, მუსიკოსი, მომღერალი, შემოქმედი ადამიანი, ასე ვთქვათ, რომლისთვისაც თავარი პრიორიტეტი ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, არის შემოქმედებითი ცხოვრება და ბევრი სიკეთის კეთება შემოქმედებიდან გამომდინარე, კულტურიდან გამომდინარე, ამ იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი და ამავდროულად ძალიან პატრიოტი კაცი. პატრიოტი ადამიანი როგორია, როგორ უნდა გამოხატოს ადამიანმა თავისი იქცევა ისე, რომ ეს სიტყვა შეესაბამებოდეს. თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, წარმოადგენს თავის ქვეყანას. ჩემი მხრიდან აი ეს პასუხისგებლობა, რომ მე ჩემ ქვეყანას წარმოვადგენ, ვიტყოდი მოკრძალებულად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სცენებზე, ქვეყნებში, ქალაქებში. მე ფაქტიურად გავიზარდე ძალიან ახალგაზრდობიდან ამ ქვეყანაში, იტალიაში ამ ქვეყანამ მე მიშვილა, შემილია ესე ვთქვა და გამზარდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის, სადაც გამოვდივარ საქართველოს სახელით. პარმაში როგორ აღმოჩნდი? პარმაში აღმოჩნდი ძალიან სრულიად შემთხვევით, იმიტომ რომ მე ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, საგუნდო სადირიჟოროზე და 2 თვეში, მიახლოებით თუ 3 თვეში კონსერვატორიდან გამომრიცხა მაშინდელმა რექტორმა 20 არასაპატიო გაცდენის გამო. ამ გამორიცხვამ, რა თქმა უნდა, ჩემში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია, ვიფიქრე, რომ მან დასრულდებოდა უკვე ჩემი, ასე ვთქვათ, მუსიკალური გზა, კარიერა, რაზეც ოცნებობდი ერთი სიტყვით. ისე რატო აცდენდი? საინტერესოა. ვაცდენდი იმ ლექციებს, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევდა. იყო ეგეთი ლექციები, შეიძლება ყოფილიყო პედაგოგი, რომელთანაც ქიმია არ გააჩნდა სტუდენტს, ან ინტერესს მასში არ იწვევდა. რაც იყო ჩემთვის მთავარი ლექციები, რომელიც იყო სადირიჟორო მაგალითად, ხო, აი მახსოვს ბატონი მაშინ გივი მუნჯიშვილი გვასწავლიდა, მე ერთი ლექცია არ გამისდენია მისი. გენიალური ბატონი გივი მუნჯიშვილი, დირიჟორი კაპელის, ძალიან ტალანტიანი ადამიანი და მოკითხვა მას აქედან. აბსოლუტურად დიდი მოკითხვა.
და მისი ლექციები ჩემთვის ისეთი საინტერესო იყო, რომ აი არ მახსოვს, რომ ერთი ლექცია გამომეტოვოს. იყო ესეთი კიდე რამოდენიმე პედაგოგი, რომლის ლექციებსაც ემხრა. აი ამ მიზეზების გამო გამომრიცხეს. და ამ გამორიცხვის შემდეგ მე მომეცა საშუალება, რომ მიმეღო მონაწილეობა მოსმენაზე ვერდის აკადემიაში, ჩამოვედი ვერდის აკადემიაში ჩვეულებრივ მოსმენაზე. გარიცხული სტუდენტი მომისმინეს და ამიყვანეს და დამიფინანსეს მთლიანად სწავლის პროცესი. ქალაქი ლუკა, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არის ადგილი, სადაც დღეს შენ ცხოვრობ, ხო? კი ბატონო. ამ ქალაქის შესახებ რა შეგიძლია რომ მომიყვა? ეს ქალაქი არის საგანძური მუსიკალური თვალსაზრისით, არა მარტო მუსიკალური თვალსაზრისით. მე გარეთ დაგპატიჟებთ ახლა რომ დაგათვალიერებინოთ ცოტა აქაური გარემო და ერთ საინტერესო ადგილზეც წაგიყვანთ, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. სიამოვნები და მე დავუბრუნდეთ. მე დავუბრუნდეთ. არნახული სილამაზეა ნამდვილად სად ვართ ხარ? ეს სამიკელეს მიხეილ მთავარანგელოზის, ასე ვთქვათ, კათედრალია. ვართ ერთ-ერთ მოედანზე ამ ქალაქში 101 კათედრალია ამ პატარა ქალაქში და გარდა კათედრალებისა და ამ ისტორიული შენობებისა, ნუ ყველაფერი ასოცირდება ისევ და ისევ ჯაკომო პუჩინისთან. იქ ხედავთ კაფე, ბარ ტურანდოც, რომელიც ოპერა ტურანდოტიდან იღებს სათაურს და ასეთი არის მრავალი აქ რესტორნები. პუჩინი გახდა მსოფლიოში ამ ქალაქის ელჩი და ბევრი ტურისტია, ხო, ზოგადად ამ ქალაქში ეხლაც არიან. ეხლაც უკვე არიან, მხოლოდ პუჩინის სახელის გამო 250,000-დან 300,000 ტურისტამდე ჩამოდის ამ ქალაქში წლიურად, მხოლოდ პუჩინის გამო. ასეთ პატარა ქალაქში. გარდა ამისა, პოპ მუსიკის ყველაზე დიდი ფესტივალი აქვს ევროპაში, ლუკა სამერ ფესტივალ, რომელშიც ყველაზე დიდი პოპ მუსიკის ფესტივალი, ლუკა კომიქსი, ნუ ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიებები, რითიც ამაყობს ეს ქალაქი. გადასარევი და ეხლა მითხარი იმ ადგილის შესახებ, სადაც აქედან უნდა გადავიდასვოთ. ეხლა წაგიყვანთ პუჩინის მუზეუმში, მის სახლში, სადაც ის დაიბადა. და რომელიც არის, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც უკავშირდება ჯაკომო პუჩინის და მის ცხოვრებას. საოცარია ჩემთვის, რომ ამ ადგილას აღმოჩნდები და შეგვიძლია წავიდეთ. წავიდეთ. როგორი საოცარი ადგილი არის. მადლობა გიორგი, მე ნამდვილად მადლობა პირიქით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ როდესმე აღმოჩნდებოდი იქ, სადაც გენიალური მსოფლიოს გენიალური კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი ქმნიდა თავის მსოფლიო შედევრებს. აქ რამდენი წელი გაატარა დაახლოებით? ეს ამ ბინაში, ამ სახლში დაიბადა. არის მისი პირველი სახლია, ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი პუჩინის, მას სხვადასხვა მუზეუმები აქვს იტალიაში, ერთი ვიარეჯოს ქალაქში, ერთი კიდე ტორე დე ლაგოზე, მაგრამ ეს არის ყველაზე მთავარი. აქ ის დაიბადა, აქ უკავშირდება ამ მუზეუმს დიდი ნაწილი მისი შემოქმედებითი ცხოვრების და არა მარტო შემოქმედებითი, აი ეს როიალი, რომელზეც მან ტურანდოტი შედევრალური ოპერა ტურანდოტი. კი, რამდენი წლის არის ეს როიალი? წარმოვიდგენია. გამოდის 200 წლის. 200 წლის როიალი. და რამდენი რამ უნახავს ამ როიალს და ეხლა ჩვენ ვართ 21 საუკუნეში. კი ბატონო, დღემდე ფუნქციონირებს და დღემდე ეს საგვარეულო ხეა? საგვარეულო ხეა ეს პუჩინის საგვარეულო ხეა. ახლა გაგაცნობ ლუიჯი ვიანის, რომელიც არის პრეზიდენტი პუჩინის მუზეუმის და ფონდის, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფონდია მსოფლიოში პუჩინის, ბატონი ლუიჯი ვიანი. Nice to meet you. Welcome. Caro Luigi. Ecco. დიდი მადლობა რომ მიგვიღეთ პირველ რიგში და როგორი იყო ჯაკომო პუჩინი? დიდი გენიოსი. პუჩინი უპირველესად ადამიანი იყო.
ის იყო პერფექციონისტი. მან მხოლოდ 12 ოპერა დაწერა, მაგრამ მუდმივად ფიქრობდა მათ სრულყოფაზე. ბევრს მოგზაურობდა. ცხოვრებაში მას თავისი ჩვევები ჰქონდა. ღამით მუშაობდა და მუსიკას ქმნიდა. დილით იძინებდა. ხოლო შუადღეს ნადირობაში ატარებდა. ასევე მას ძალიან უყვარდა ქალები. ჩვენს მუზეუმში ინახება ულამაზესი წერილი, რომელიც პუჩინიმ ცოლს მისწერა. წერილში ის წერს: შენ ხარ ჩემი ცოლი, ჩემი შვილის დედა. მიყვარხარ და მუდამ მეყვარები. მაგრამ როგორც ყველა დიდხელოვანს, მეც მჭირდება პატარა ბაღების მოვლა. როგორ უნდა გავიგოს ახლა? კომედები ეზოებში მაურებელი დაიბნა ახლა. პატარა ბოსტრებსო, ჩემ პატარა ბოსტრებს. თუმცა მოხდა მძიმე ამბებიც. პუჩინის ცოლმა დაადანაშაულა ახალგაზრდა მოახლე იმაში, რომ ის თითქოს მისი ქმრის საყვარელი იყო. ცოლმა ის სამსახურიდან დაითხოვა, რის შემდეგაც გოგონამ თავი მოიკლა. ძალიან სამწუხარო ამბავია ნამდვილად. მეგონა რომ ბოლოში გამეღიმებოდა, მაგრამ არა, მაგრამ შეგიძლია გაიღიმო, რადგან პოლიციამ პუჩინის პასპორტის ჩამორთმევა მოითხოვა, იმიტომ რომ პირველ მსოფლიო ომამდე ის საეჭოდ დადიოდა უცხოეთში. ჩაატარეს გამოძიება და აღმოაჩინეს, რომ ის შვეიცარიაში ერთი ქალის სანახავად დადიოდა, ამიტომ მას პასპორტი შეუნარჩუნეს. ძალიან ცუდი მაგალითი არის ქართული ოჯახებისთვის და არ უყუროთ ამ ეპიზოდს. ბოლომდე ერთად იყო ცოლთან ერთად. რა თქმა უნდა, სიცოცხლის ბოლომდე ცოლთან ერთად ცხოვრობდა. ბევრი სირთულე და უთანხმოება ჰქონდათ. ბევრი რთული მომენტიც გადალახეს. მაგრამ როცა უკვე აღარ შეეძლო საუბარი, როცა კლინიკაში იწვა და მხოლოდ წერა შეეძლო, უკანასკნელად რაც დაწერა იყო ელვირა, მისი ცოლის სახელი. არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ამ შემთხვევაში მის მეუღლისგან, რომ ის ბოლომდე იდგა მაინც მის გვერდით. გიორგი, მე ვიცი რომ ძალიან აქტიურად თანამშრომლობ თბილისის ოპერის თეატრთან და ყველაფერთან ერთად პრაიმ შოუში შარშანწინ სიუჟეტიც გავაკეთეთ, როდესაც ძალიან დიდი მოვლენა მოხდა. ეს არის დაისის დადგმა კატანიის თეატრში, პირველად განხორციელდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ვიცი რომ ამაშიც დიდი წვლილი მიგიწვის ამ ურთიერთობების დამყარებაში. ამის შესახებაც რო ვილაპარაკოთ, შენი ურთიერთობა თბილისის ოპერის თეატრთან როგორია? ჩემი ურთიერთობა თბილისის ოპერის თეატრთან, მე სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე ვარ, ბატონი ბადრი მაისურაძის, რომელსაც მივესალმები აქედან. და უკვე 9 წელია ჩვენ, ასე ვთქვათ, სათავეში უდგევართ თბილისის ოპერის თეატრს. ეს დაისის პროექტი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ისტორიული პროექტია, საოპერო, ჩვენი ქართული საოპერო ისტორიის. იმიტომ რომ პირველად შეასრულა იტალიურმა თეატრმა, იტალიურმა გუნდმა ისწავლა ჩვენი ოპერა, ორკესტრმა და ეს მოხდა მათი ინიციატივით და ითარგმნა ოპერა იტალიურად, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი ის არის პრიორიტეტი ოპერის, რომ ქართული ზოგადად საოპერო და კლასიკური მუსიკა გახდეს მეტად ინტერნაციონალური და მე შევასრულე ცანგალას პარტია. მე ვიყავი მარტო ასე ვთქვათ ქართველი მაგ შემთხვევაში და მთელი ოპერა მიდიოდა იტალიურ ენაზე და მე მაშინ დირექციას ვთხოვე, რომ შეიძლებოდა რომ მხოლოდ არიაღვინო უკახურო მემღერა ქართულად, იმიტომ რომ ჩვენი ქართველი მსმენელი ბევრი ესწრებოდა და მომწეს ამის უფლება, რომ ეს გამეკეთებინა და ასე ვთქვათ ქართულად შევასრულე ვინო უკახუროს. ეფექტიც ჰქონდა ალბათ. რა თქმა უნდა. ანუ ქართველისთვის ქართულ ენაზე სულ სხვა ეფექტი აქვს თავისთავად. ძალიან საინტერესო იქნება პუჩინის თეატრში ვინო კახუროს მონაკვეთი. ვინო კახურო ვარ შენი მსმელი, გინ თეთრიყო, გინდა წითელი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ასეთი საინტერესო დიალოგისთვის. მე მინდა ასევე მადლობა უთხრა ჩვენ საერთო მეგობარს კახა მიქიაშვილს, რომლის წყალობითაც მოხდა ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირება, იმიტომ რომ რო არა კახა მე უწფელად ვამბობ, არაფერი ვიცოდი
შენ შესახებ, შენი წარმატებების შესახებ. მე არ მინდა ეს გადაცემა ისე დავამთავრო, რომ თვითონ კახა მიქიაშვილის კითხვა არ დაგისვა, რომელიც მას ძალიან აინტერესებს, არის თუ არა მახვია ოპერაში. აი ამ სფეროში ვერ გაიქცევი ერთ რამეს. თუ ნიჭი არა გაქვს, რაც არ უნდა ძალები ყავდეს ზურგს უკან, თუ არ ვარგი ხარ, ვერ გექნება კარიერა და ვერ იქნები და ისე დანარჩენი რა თქმა თან უნდა. დიდი მადლობა პასუხისთვის, კახა შენი თხოვნა შესრულებული. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ასეთი საინტერესო დიალოგისთვის. კიდე ბევრ წარმატებას გისურვებ სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე და შენი წარმატებით ჩვენს გვიამაყოს. თქვენ დიდი მადლობა და მადლობა დიდი იმისთვის, რომ თქვენ ინტერესდებით ამ სფეროთი, ქართველების, ასე ვთქვათ, აი ამ პროცესის შემოქმედებითი და ამ ყველაფრისთვის არ იზოგავთ არანაირ რესურსს, რომ ეს ყველაფერი ქართულ მსმენელს და ქართულ პუბლიკას გააცნოთ. დიდი მადლობა. მადლობა.